მომხდარი ამბის შემდეგ რამდენიმე თვეში ჩემი შვილი მარიამი ცხელხაზე ეკავდა მერის შენობაში და ითხოვდა გუნდი, რომელსაც ევალება რომ კომუნიკაცია შედგეს მერსა და ფიზიკურ პირებს რაც ქვია და რეკავდა და მოითხოვდა თუ ითხოვდა მერთან შეხვედრას. პასუხი სწორედ და იგივე მოდიოდა, რომ მერი ფიზიკურ პირებს არ ხვდება და აქედან ბევრჯერ იყო და ის ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ რამდენჯერაც მარიამმა დარეკა და ეს გადახორციელა ეს არის და სათფიქსირდება თვითონ მოიძიონ, იმდენჯერ ამ 5 წუთის ინტერვალში გვეხმაურებოდა ვაკის გამგებელი იმდროინდელი დავით გვარი არ მახსოვს. ჩვენ უშუალოდ მერთან გვინდოდა შეხვედრა. ამის როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, სანაცნობო გამოინახა და სანაცნობას შეგვპირდა, რომ შეგვახვედრებდა ასე თუ ისე პალატეს, თუმცა უშედეგოდ არანაირი ჩართულობა არ მიგვიყვანა იქამდე, რომ უშუალოდ პალატზე შევხვედროდით და გარკვეული საკითხები გაგვევლო მასთან. თქვენ როგორ ხედავთ პასუხისმგებლობის ჯაჭვს ამ საქმეში? აშკარა რაღაც შეგვიძლია ვთქვა ეჭგარეშია, რომ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იყო ეს ტერიტორია, სადაც ტრაგედია მოხდა, ხო? იცი რა არის, რატომ აკისრებთ პასუხისმგებლობას კალათეს, რატომ არ უნდა დავაკისრო კალათეს პასუხისმგებლობა? მე შემიძლია კითხვაზე კითხვითვე გიპასუხოთ. ნახეთ, ქვეყანა რომ გქონდეს სამწუხაროდ არ გვაქვს. მაგრამ ქვეყანა რომ გქონდეს და უმაღლეს ხარისხში არ ავიყვან ხა ნორმალური თუ არანორმალური, მაშინ ჩემი შვილი ცოცხალი უნდა იყოს, სრულწლოვანი უნდა იყოს, სტუდენტი უნდა იყოს, დასაქმებული უნდა იყოს და ასე შემდეგ და არ არის. ფაქტია რომ არ არის. ნახეთ, ეხლა გადავალ ცოტა ისეთ ქვეყანა რომ გქონდეს ასეთი შემთხვევის შემდეგ მერი თავის პოზიციაზე აღარ უნდა იყოს, სულ მცირე ადამიანური მოვალეობიდან გამომდინარე პოზიციას რო თავი დავანებოთ, თვითონ თავისი კეთილინებით უნდა დაეტოვებინა პოზიცია, მით უმეტეს რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ნუ კარგი არ გამოიჩინა კეთილინება, ვერ გამოიჩინა, აიძულეს, არ აიძულეს, ეგ ჩემი საქმე არ არის და დარჩა. არის პოზიცია. რა გააკეთა შემდგომ? როგორც მერმა, რომელიც მართავს თბილისში დაიღუპა ჩემი შვილი, ხო? სხვა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ტერიტორიაზე არ დაღუპულა. როცა მესმოდა სლოგანი წინასაარჩევნო სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიცოცხლით სავსე ქალაქში დამიღუპა სიცოცხლით სავსე შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება უხავდა, მთელი რიგი გეგმები ჰქონდა. მერე შეიცვალა სლოგანი და ეხლა სიკეთით სავსე ქალაქი გახდათ, ხვდებით? და როგორ უნდა რეაგირება რომ მქონდეს მაგრამ დათუნა დაიღუპა სიცოცხლით სავსე და სიკეთე იყო ეს სიკეთით სავსე ქალაქში გადავინაცვლეთ. ნახეთ, ყველაზე მინიმუმ რაც შეეძლო თავის დროზე გაეკეთებინა კალათეს ამ პოზიციების დათმობას და იმას დატოვებას თავი რომ დავანებოთ, ჩართულობა გამოეჩინა. სულ მცირე ინფორმაცია მოეძებინა, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები. გამოძიებული იქნა, ანუ რა ეტაპზეა, როცა ბრიფინგს აწყობს წინასაარჩევნოდ და ჟურნალისტი ან ვინმე დაუსვავს კითხვას და დაუსვავთ კიდეს და დაუსვეს რომ რა სიტუაცია რა მდგომარეობა, მოვიძიებ ამბავს და შეგატყობინეთ. მოსაძიებლად არის, მოსაძიებლად არ უნდა იცოდეს, ინფორმაცია მაინც არ უნდა გქონდეს ელემენტი. კაი, ჩემთან ოჯახის წევრთან არ გამოვიდა კომუნიკაციაზე, თვითონ ხო ყავს გუნდი, რომელსაც აქვს ვალდებულება რომ მიაწოდონ ეს ინფორმაციები, რომ უნდა და ოჯახს არ ვიცი, რომ კომენტარი გააკეთა, რომ არ ვიცოდი ამ ქალბატონ შემთა შეხვედრა თუ არ ვიცი, უკვე მინუსია, უკვე დანაშაულია, დანაშაული უნდა იცოდე, ბევრი რამე უნდა იცოდე, როცა ამ პოზიციაზე ხარ და ნახე რომ გაიგო, ხო გაიგო რომ კომენტარი გააკეთა, არ ვიცოდი და ხო გაიგო რომ დომებია თურმე ერთი წელი გავიდა წელიწადზე მეტი, რამე რაღაცა შეიცვალა, არც არაფერი. დავით, მინდა გკითხოთ ამ საქმის გამოძიების ფაქტობრივი მოცემულობები როგორია, თქვენ ამ პროცესს უწოდებთ არაეფექტიანს, გითხარით საერთოდ რამე ჩატარდა თუ არა, რა დოკუმენტები გაქვთ და რა კითხვებზე ითხოვთ თქვენ პასუხებს? კი ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არაეფექტიანად და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არაეფექტიან გამოძიებასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში ვაფასებთ იმას, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული და უნდა ყოფილიყო ჩატარებული. მოცემულ საქმეში იკვეთება, რომ ფაქტობრივად საგამოძიებო მოქმედებები ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული არ არის. პროცედურა
პროცედურული თვალსაზრისითაც არანაირი საპროცესო მოქმედება განხორციელებული არ არის. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თხოვნების და საჩივრების შემდგომ განხორციელდა გარკვეული მოქმედებები, რაც იყო მაგალითად არასწორად საპროცესო წესით დარბოლით დალუქული დოკუმენტაციების გახსნა და დათვალიერება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავის დროზე პრობლემური ნაწილი იყო ამ საქმის. გარდა ამისა, ცენტრალური პირები, როდესაც მივყვებით პასუხისმგებლობის ნაწილს, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომელი სტრუქტურის პასუხისმგებლობა დადგეს და რომელი სტრუქტურის თანამშრომლებმა უნდა აგონ ამ საქმეზე პასუხი. ფაქტობრივად არის მთელი რიგი სტრუქტურები, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ დადგება. მაგალითად, მერიის შემთხვევაში, თქვენ იკითხეთ მათ შორის პირველი კითხვა, რა ვცადეთ ჩვენ მერიდან მოგოპოვებინა და როგორი პასუხი მივიღეთ. ჩვენ არა მხოლოდ სატელეფონო ზარები, არამედ კონკრეტული განცხადებები გვაქვს წამოღებული, რომელიც მიმართეთ მერიას, ვეკითხებით მათ შორის იმ უწყებების თანამშრომლებს, სტატუტო ნუსხას, ვინ იყვნენ იმ პერიოდში პასუხისმგებელი კონკრეტულ სკვერში განეხორციელებიან თუ საფრთხეების ღონისძიებები და ნახეთ, აქ მნიშვნელობა აქვს რეაქციასაც სახელმწიფო სტრუქტურის არანაირი რეაგირება, არანაირი პასუხი. ამრიგად ჩვენ ბუნებრივია მუნიციპალური ორგანოების პასუხისმგებლობას ხედავთ, მათ შორის ხედავთ საკრებულოს პასუხისმგებლობას იმ ნაწილში, რომ ისინი არ აკონტროლებენ აღმასრულებელს მერიას ამ მიმართულებით და არ არის ეს ნორმალური სკვერში ადამიანი სიცოცხლე არ უნდა იქნას ხელყოფილი. ეს არის საჯარო სივრცე და მით უმეტეს ისეთ სკვერში, სადაც მიდის სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იყო ტენდერი, კონკრეტული ტენდერი მიმდინარეობდა აქ. ანუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ორმაგად იყო ამ ამბავში და ზუსტად ამის ხაზგასმა გვინდა და მათ შორის საგამოძიებო უწყებებისთვის. თუმცა საგამოძიებო უწყებება ფაქტობრივად მერიის თანამშრომლობის მიმართულებით არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ წარმართეს. ერთადერთი ჯგუფი, რომლის მიმართაც გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებენ, ეს არის თბილისის სერვისი, თუმცა აქვე გვინდა უთხრათ და ვაცნობოთ ყველას, რომ ჩვენ მხოლოდ ეს დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის გარკვეულ საპროცესო მოქმედებების ჩატარება არ არის ამ საქმეში საკმარისი და აქ მხოლოდ თბილისის სერვისის პასუხისმგებლობა არ დგას. აქ დგას მათ შორის ტენდერის გამახორციელებელი კომპანიის პასუხისმგებლობა, აქ დგას უშუალოდ მერიის ინსპექტორების სამსახურის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ტენდერი როდესაც ხორციელდებოდა, ხომ უნდა მისულიყო ელემენტარული შემოღობილიც კი არ იყო ეს ტერიტორია. ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან ეს ყველაფერი არ არის თავსებად, იმიტომ რომ სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს მთელი რიგი მოქმედებების განხორციელებას აკისრებს. ამ მხრივ გამოძიება არ მიდის, პირიქით, იმდენად არ მიდის და იმდენად აშკარაა ეს, რომ ეს უკვე გადადის არა საგამოძიებო ხარვეში, არამედ ხელის დაფარებაში კონკრეტული პირების მიმართ. და ჩვენ ზუსტად ამის ხაზგასმას ვცდილობდით, მათ შორის საჩივრები წარმოადგენთ გენერალური პროკურორის სახელზე და მიმართვიანობაც გვაქვს, გაშლილიც გვაქვს, მტკიცებულებებით გვაქვს დასაბუთებული, იმიტომ რომ ის მიუხედავად არაეფექტიანი გამოძიებისა, ის მასალა რაც კი შეკრებილია, ისიც კი საკმარისია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას. თუმცა ამ საქმეზე კიდევ ერთხელ არის ძალიან ბევრი სამუშაო, ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასტარებელი. ცენტრალური მნიშვნელობის დოკუმენტაცია არ არის მოპოვებული. აი მაგალითად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შინაგანაწესი. მაგალითად თბილისის ჯგუფს როგორ შინაგანაწესი ჰქონდა. დღემდე გამოძიებას ეს დოკუმენტი მოპოვებული არ აქვს. წარმოგიდგენთ, როგორი ცენტრალური მნიშვნელობის ღონისძიებები არ არის ჩატარებული, რომ აღარაფერი თქვა კონკრეტული მოწმეებზე, რომ აღარაფერი თქვა ეგრეთ წოდებულ copy-paste ჩვენებების აღებაზე, რაც არსებითად ერთ-ეგივე ჩვენების გადაკოპირებას ნიშნავს, მათ შორის მოსახლეობასთან მართებით მსგავსი ტიპით არის წარმართული ეს პროცესი. ეს ყველაფერი გროვდება და საბოლოო ჯამში სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს. რაც ერთი რომ საერთოდ არ უნდა მომხდარიყო და საჯარო სკოლაში უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები, მეორე რომ თავად კომპანიას უნდა უზრუნველყო უსაფრთხოების ნორმები, მინიმუმ შემოეღობა ისეთ ტერიტორიას, სადაც სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და რა თქმა უნდა უკვე დანარჩენი რგოლები რაც არის გამოძიების ნაწილი, უფრო მეტად სასამართლოც კი წარმოგიდგენიათ, სასამართლოს მიმართეთ იგივე მასალების ნაწილზე, როდესაც არ გვაძლევდნენ დოკუმენტაციას და სასამართლოსგანაც კი პასუხი არ აქვს. ანუ ფაქტობრივად ხელისუფლების ყველა გოლი ამ ამბავში არის ჩართული და ჩვენ ზუსტად ამის გამოძიება ფაქტობრივად ჩვენ წარმართეთ ამ ნაწილში და ჩვენ ვცდილობთ, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დადგეს. მაგრამ მათი მხრიდან ისინი ან უბრალოდ იმალებიან, ან უბრალოდ პასუხს არ გვცემენ და სტრატეგია აქვთ არჩეული ეგეთი, რომ არ გვაცნობონ რაიმე. რაც იმ თავითვე გეტყვით, რომ აუცილებლად გამოიწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას, როდესაც ასეთი დოზით ხდება მსგავსი ტიპის დარღვევები და უპასუხისმგებლობა ფაქტობრივად ყველა იმ მნიშვნელოვან ქმედებაზე, რაც არის სამართლებრივად რელევანტური. სტრასბურგი გასაგებია, შიდა მექანიზმები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოწურულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს მექანიზმები ქვეყანაში არ მუშაობს. მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწინებულ სიცოცხლის უფლებაზე, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ეფექტიანი მექანიზმად ითვლება ქვეყანაში საგამოძიებო უწყებები. და
ბუნებრივია ჩვენ აქ ვხედავთ დანაშაულის ნიშნებია და საგამოძიებო უწყებებისადმი გვაქვს ინტენსიური მიმართვიანობა. ფაქტობრივად ჩვენ არ დავტოვეთ საგამოძიებო შტო, რომელსაც მიმართული არ გვაქვს, მათ შორის გენერალური პროკურორის ჩათვლით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამაზე მაღლა არანაირი რგოლი არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო მიმართულებით. ამრიგად, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში ვეღარ ვიცავთ უფლებებს, ზუსტად ამას გულისხმობთ, რომ შესაბამისი უწყებები, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ელემენტარული, რომ თუნდაც დაზარალებულის უფლებამოსილების მომართვიანობის შემდგომ შეეცვალათ საკუთარი მოქმედება, ამას არ ახორციელებენ. არ ხდება გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განხორციელების თაობაზე და ფაქტობრივად ვხედავთ იმას, რომ პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა და ეს არის დაწყებული როგორც უშუალოდ მუნიციპალური ორგანოებით, დამთავრებული საგამოძიებო ორგანოებით და ამ საქმეში იმდენი ხარვეზი იკვეთება ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ბუნებრივია გვექნება პრეტენზიები როგორც მატერიალურ ნაწილში უფლების, რაც გულისხმობს იმას, რომ სკვერში არ იყოს საფრთხების ნორმები უზრუნველყოფილი, ასევე გვექნება პრობლემების პროცედურულ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში ვერ ჩატარდა ეფექტიანი გამოძიება. არადა ამ საქმეში სამართლებრივი შეფასების ნაწილია დარჩენილი, გულისხმობს კონკრეტულ საპროცესო მოქმედების მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს და არავის არ კონდეს განცდა და მოლოდინი იმისა, რომ მხოლოდ კონკრეტულ რგოლზე გამოძიების წარმართვით განახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას. ესე არ მოხდება ამ საქმეში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი სახელმწიფოს სახე თუ როგორ ახორციელებს იგი საჯარო უფლებამოსილებებს ამ მიმართულებით ჩანს და ბუნებრივია აქ ყველგან არის დარღვევები. და კაუნდნოკეთევან ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ როდესაც საუბრობდით თქვენი შვილის ტრაგედიას განიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში, ახსენეთ სხვა საქმეებით, სადაც არ დადგა არავის პასუხისმგებლობა, ხომ? რაღაც ძალიან ისეთი მძიმე გულგრილობა გამოავლინა დედაქალაქის მერმა. ეგ შეკითხვა ბევრჯერ დამისვეს და ყოველთვის ავირიდე. შეგრებულად ავირიდე, იმიტომ რომ ეხლა თბილისში ვცხოვრობთ და ვიცით რა მოხდა. ერთი წლით ადრე თუ რამდენიმე თვით ადრე, მანამდეც 6-7 წლით ადრე მომაწოდეს ინფორმაცია ბაქსვუდის სკოლასთან მოხდა ის შემთხვევები, რომელიც გამოძიებული და ყოფილიყო. მე ვერ დავკონკრეტდები ამ საქმეებთან დაკავშირებით. არ ვიცი რა მოხდა, როცა ჩახედული არ ვარ, არც იქით ამხარე რა შვებოდა, აქით ამხარე არ ვიცი და როგორ უცნაური мотиваცია და ჩართულობა არის მერიის მხრიდან, რომ ასეთ საქმეებზე არ დადგეს პასუხისმგებლობა. ფაქტია, ხო? იმიტომ რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს ეხებათ ეს საკითხი და ყველანაირად ცდილობენ, რომ მოხდეს დროში გაწელვა, ჩაჩქმალვა და ასე შემდეგ რა. კეთილ, როგორც კი გვექნება საშუალება, რომ დედაქალაქის მერს დაუსვათ კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ბუნებრივია გავაკეთებთ. დათუნა ჟღენტის დედა ქეთევან ქავთარაძე და ოჯახის ადვოკატი დავით ჯავახიშვილი პასუხობდნენ ჩვენს კითხვებს. დიდი მადლობა, რომ მოხვედით.